როგორ ეზადებოდნენ? ნუ არა. არა, თავისი იდეოლოგიით ყველაფერს. და წერს ყველაფერს რა. რამდენი ხანი მიდიოდა მზადება. აქამდე მივედით, იმიტომ რომ ჩაიშალა მანამდე სამშვიდობო პროცესები, რომელიც 2004 წლიდან იშლება და იშლება და იშლება. 2004 წლიდან? ამ პროცესში რატო აღგებდნენ? რატო ახალგებდნენ რომ აი აკონტროლებს ყველაფერი კარგად? იმის შეცქვა გამოიყვანეთ სოფლებიდან. ხო, გამოდიოდა ის ხალხი, აბა როგორ? არა, ტელევიზია აცხადებს. არა, ერთი კითხვა. ტელევიზია რომ აცხადებს რომ აკონტროლებს ცხინვალს, ეგ კი არ ნიშნავს რომ შენ ცხინვალთან 3 კილომეტრში ცხოვრობ იქონ დარჩენ სახში. მომისმინე ერთი კითხვა. ყველაფერი კარგად მაგას მისდევს რუსას. ყველაფერი კარგად არის და აკონტროლებს ცხინვალს. ვინიშნავს? არა, როგორ შენ წინასწარ რა შეძებ? შენ თბილისს დაბომვა დაიწყეს, შემოფრინა თელზის ფრინავები, ხო? გასაგებია მე მაგას არ აკონტროლებს ცხინვალს. არ უნდა მოიყვო ტელევიზიით. რაღაცთან უდიდეს ნაწილს აკონტროლებდნენ იმ მომენტში, კაცო, მე დაიხია. მოვიგეთ რომ ამბობ. მე რას ამთვლი რომ მოვიგეთ? მე რას ვთვლი რომ ომს კი არ ვთვლი. ებიჯო გითხარი რაღაცა მოგვიგე. ომი არ დამთავრებულა. მორალურად ვარ მე გამარჯვებული და გეტყვი რატო. აქამდე რუსს ჰქონდა სტატუსი, რომ ის იყო სამშვიდობო. ჩამოიხსნა ნიღაბი არანაირი სამშვიდობო ეგ აღარ არის. ეგ არის ოკუპანტი. დევნილების ეგრე ფიქრობ, მე? ჰა? დევნილები. დევნილები ხავენ ყველა დევნის თავის ადრე. დევნილები რა ერთი ერთი დევნილი მაინც ფიქრობს ეგრე რომ მორალურად დევნილი ყავს ნანახ ძალიან ბევრი. ხო და მორალურად რომელიმე არის ეგეთ დევნილი დევნის რა გინდა რომ კითხო ხა დანგრეულ სახედა რომ გამოვიდა და გავბედურებულობის მოვიგეთ და ომის მოგებაზეა ლაპარაკი. ომი არ დამთავრებულა. ჩემთვის მაგალითად მორალურად მე ომი მე მორალურად აი გეტყვი არა მორალ მე ხა შენ რომ ფიზიკურად მოგერიო ხო ფიზიკურად მოგერიო მაგრამ შენ იყო 100%-იანი მართალი ხარ მორალურად გამარჯვებული ჩემზე მაგრამ ფიზიკურ მორევაზეა მაგრამ ის ფინგარებს თუ დაგასვავ და მოგერევი ჯანით ეგ არის სწორი ეგ არის მორევა არა არის მორევა რა უმიდამთავრდა გული ამოგვერდა რუკას რო დახი ხო და აგერ არიან აქ არიან და ხოლმე ბაგოკონ 2 საათი აქ მოვლენ და როგორ დამთავრდა ომი რანაირად ომი არ დამთავრებულა არც ესე იგი თუ დამთავრდა შეიძლება მომენტ თბილისის წავაგო და მაშინ თუ დამთავრდა თბილისის თუ დაგარგე და ყველაფერი დაგარგე ახეთ მიდის ყველაფერი ხო ომი თუ არ დამთავრებულა არა თუ მიდის ეგურგესი რა უნდა მივწეს არა ეს დამთავრებია ომზე ვილაპარაკე ომია და დამთავრდა ომი რა ომის ამ თემა დამთავრდა რატო ვერ გააკეთა უკრაინამ რომ ხვალ და ზეგ დიდი საშიშროება რომ ემუქრება უკრაინას ყირიმში რომ პასპორტებს არ გენდა იმას საშიშროება ემუქრება და ჩვენ აღბომბეს ეგ არის განსხვავება იმას ყველა და ზეგა შეიძლება საშიშროება ემუქრებოდა და პარტიზანში ვარ შეჩნეთი არ გააკეთეს შეჩნეთი აიღებ ეხა შეიძლება გეუბნები სამნი დარჩენ მეთქი და არ არის სამნი დარჩენ იქაც იმიგრე მდგომარეობა მე არ დამთავრდა ენგურგესის საკითხი რა მაშინ გაბარდა ენგურგესის საკითხზე იყო ძალიან დიდი რისკი გახანებული მომისმინე რა ენგურგესი ხო ბედავს ხო ხამხარია თქვენ ენგურგეს ავიღებთ უთხრეს თუ არ დავდებთ აიღებთ ენგურგეს გაიხსნება ცეცხლი მაშინ აქედან ენგურგესის მართვა არის მთლიანად იქა იქ გადადება იქაც აფელები ერთი ნაწილი იყო როგორ მაგ რადიოში უსმინე ვის უსმენ მომისმინე გეუბნები რომ ბიჭო აბა როგორი ჩვენთან არის კაშხალი კაშხალი არის მე არაფერი არ აქვს რა და ამ კაშხალსაც რო წყალი დააგდო კაშხალის გარეშე რამე იქნება ხო და მომისმინე რა კაშხალის მარკის პულტი ეგ ვიცით არის აფხაზეთში წყლის დაგდების მექანიზმი არის მარკის პულტში მარკის პულტთან არა მოიცა შეთანხმებით აფხაზები და ქართველები მომისმინე აქ მე გეტყვი რა პრობლემაც არის მე რასაც ხედავ ეს არ უნდა მომხდარიყო აი ესე გაურკვევლა და დაფარულა ეს უნდა ყოფილიყო ღია ყველას უნდა გაეგო რომ რისკატორები აი ეგ არის აი მანდა ახარდა აღლისავი მანდა რატომ და მაგარი შინარ გამანაწილებელი მოდის აქ ბენდუკიძე ვაფშე არ მინდა მაგის სიტყვა სახელი მიხსენო აქ რა რატო არის მაშინ თავრობაში გამაგებინე რატო არის ისა ბენდუკიძე საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმას სამინისტროში ნამუშევარი კაცი რუსეთის მოქალაქე რატო არის მაშინ მითხარი პერი სახელმწიფოს მოქალაქეა უნდა დატოვოს ეგ მოქალაქეობა მე თუ მკითხე სადარია სადარია უნდა საკითხი მაგ საკითხს არ და ეგ არის ეჭვშობაზე სხვა კი არაფერს გააყენე მე პარლამენტში ეგ საკითხი ეგ პარლამენტში არ გება ეგ საკითხი რატო ნო პარლამენტი დაადგენს რომ მოუხსნა განცხადება გააკეთოს პარლამენტში ეს უნდა ამ თემაზე უნდა ელაპარაკოს მე თვითონ დაწეროს განცხადება დატოვოს ის ხო და შენ გააკეთე განცხადება რაც გავაკეთებ კაცო და მე შეხვდი კიდევაც მაგ ადამიანს და ქონდათ მე შეხვდა მაგასთან
მოქალაქეობაზე არ ქონა შოთა მენგურგეზე იყო და არა მე მიგვიშვათ რომ რუსეთის მოქალაქე ადამიანი არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ერი ქვეყნის მოქალაქე. ეხლა მეგეთქვი პირდაპირ მაშინ. არის ეგეთი რამე რომ დღეს ჩვენ მეორე მოქალაქეები გვყავს, სხვათა შორის საფრანგეთის მოქალაქე. ო, იქითაც არის, აქეთაც არის მოქალაქე. საფრანგეთის მოქალაქე. საფრანგეთის ტერი არის, ეგ არის. ეხლა მე გეცხრა რუსეთის ტერია გამოცხადებული ქვეყნის მიერ. სხვათა შორის საფრანგეთი იყო შენ წინააღმდეგი ნატოში და გერმანია. პირველი ლობისტები. ტერია? არ ვიცი მე ტერია თუ რა არის. ურ არის ეხა პოლიტიკოსი და რუსეთი ხო ტერია? აგინა მე ტელევიზიების წინ გითხრა ვინ ტერია და ვინ არა, გამორთეს და გეტყვი რა საკეთებენ გერმანიაში და გეტყვი ტერია თუ მოყარია. ეს სხვათა შორის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო იმ რაო რაღაცა შორის და საქართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება. ეს ნიშნავს აღიარებას იმისა, რომ ენგურგეს შენია. და მე ვერ შენთან ამ ხელშეკრულებას. ამ შემთხვევაში არის სხვა კომპრომისი. იმიტომ რომ არ დაიხურა არ გექნებოდა ეს ძენი რა. საერთოდ გამოგიტიშავდნენ ამ 25%-იანი 25 და რა მოხდებოდა. არაფერი დაბნელდებოდა ბევრი ადგილები და აწყდებოდა მეორეც მოსვლა და ხალხი იყო და რატო არ დადევით ხელშეკრულება. თქვენ გასახსენებთ. რატო არ დადევით კი უჩქარა მოეღებოდა თვითმარქვიას ბოლო. თელასი, მადნეული. რა ვიცი კიდე სხვა რაღაცები არის. ბენდუკიძე რამე, ბენდუკიძე ცალკე კომპანიაა. ბენდუკიძე ცალკე კომპანია. დილაინი. ბენდუკიძე სხვათა შორის ძიმე თემა. რატო? მე პირდაპირ ვიძახი რომ ბენდუკიძე უნდა სათუთურმა დაჭირ პენსიაში. ჩემი მოსაზრება ეგეთია, მოგინა ვისაც უნდა ეწყინოს, გინდა ბენდუკიძე ეწყინოს, თუმცა ამაღამ რა და დაიძინოს. სულ მაგის მიყვანილები გაშვებულები არიან სამინისტროდან, მაგის დადებული გაკეთებული აუქციონები შეჩერებულია. ეგა კარგი. რო გაუშვეს ისინი საწავიდნენ, გაშვებული. ვინა, მე რა საწავიდნენ. ბიჭო, რაღაც უნდა დააჭირე. ხო, რა მინდოდა მართლა, რა, აღარ და არ დამავიწყდეს, რა. ყველა ვინ შემოდის, ხო. მინდა რომ გუშინ დამავიწყო დათოსის რომ მithქვა, რა. მინდა რომ თავისი რაღაც დაცუნდა, თუ გინდა ერთი სიტყვა, თუ გინდა ერთი ფრაზა, თუ გინდა ერთი წინადადება, რომ დამიტოვოს, რა. რაც დამიწეროთ, რა. მაწერე. დავარი ეს დაწერე და მანამდე სულ რაღაც ისე იყავი რა ქვია, გვიყვარდე ზულდეს მეთქი არ შეცხება მეთქია, რა. გვიყვარდე შეძვენ, რაღაცას ვეძახი. ყველაფერი ამოასწორა. ეს რაც ილაპარაკა, თუ რაღაც არ მოგვეწონა, ამით ყველაფერი, ასო არ მოგეწონა, რა, მოსაწორო ყველაფერს ამას დაუღუპე. არა, მე არ შეიძლება დააბავში იყო და ცოტა ხნეთი და რა სწორა. სტაჟორები. ვინა? მაგარი თემა. სააკაშვილი, ჟვანია, გეგა გვალობლიშვილი, კორკელია, ეხლა ელჩია ლატვიაში და დავით ბაქრაძე. შენი სტაჟიორები. სტაჟორები, ხო, სტაჟორები. ჩემი პირადი მოადგილე იყო 2 წლის განმავლობაში მოადგილე იყო იაკობაშვილი თემურა. სამართლებაში სტაჟორები რა არის? შენ დაგაგუპიო. ჩემი ზარი. გავწედა როგორ გავიხავდა ჩავიწევ თემა ფილსონა მიყუროს. მიხულდა ვიცი აპირებს დასწრეს. ვიცი და მაგე რაღაცებია. მოსარიმია თავის პროგრამა. აუ ზადა ნახე რა. ოქროხა. კარსონების მოუწმოსულა. ეს ვიგიდე. გიორგი გაჩიჩილაძე, იგივე უცნობი, საქართველოს მოქალაქე, 42 წლის, 2009 წლის 20 იანვარს პროტესტის ნიშნად საკუთარი სურვილით აღიკვეთა თავისუფლება და გახდა საკანი ნომერი 5-ის პატიმარი. ის, რომ ბოლო წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შედეგად საქართველო გადაიქცა ციხედ, ცხოვრობს საკანში მანამდე, სანამ საქართველო არ გათავისუფლდება რეჟიმის ტყვეობისგან. საკანი ნომერი 5-ის პატიმარი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოქალაქე და იცხოვროს უცნობთან ერთად 24 საათიდან 72 საათის განმავლობაში. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც იზიარებს პროტესტის ამგვარ ფორმას, ან გააჩნია განსხვავებული პოზიცია, შეუძლია პირისპირ ესაუბროს საკანი ნომერი 5-ის პატიმარს აემნისტვის გამყოფულ დროს. აფიქსირეთ თქვენი აზრი და პოზიცია SMS შეტყობინების სახით ნომერზე 2060. თქვენს გზავნილებს გიორგი გაჩიჩილაძე შაბათს ღამის 12 საათზე პირდაპირ ეთერში წაიკითხავს. კვირას ღამე პატიმარი მაყურებლის სატელეფონო ზარებს უპასუხებს.
ფაქტით, რეალური პროტესტის რეალური მონაწილე. იფიქრეთ, იმსჯელეთ და იგამათეთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. საკანში ნომერი 5.